ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მოახლოებასთან ერთად მწვავდება საერთაშორისო ზეწოლა. რეზონანსული აღმოჩნდა შვედეთის ყოფილი პრემიერის და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის განცხადება, სადაც კარლ ბილდე ევროკავშირს მოუწოდებს გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ 29 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენ და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ანალენა ბერბოკი ქვეყანაში 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს ეხმაურება და მმართველ გუნდს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განზრახ გადადებაზე მიუთითებს. ავტორიტარული საგანგაშო უკუსვლა არ პროპორციული ძალადობა დემონსტრანტების მიმართ. გერმანიის პირველი დიპლომატის გზავნილები მწვავე და კრიტიკულია. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს არანაკლებ მძიმე რეაქციები მოჰყვა მმართველი გუნდის ლიდერებისგან. მანანა დევაძე განაგზობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. მანანა. ევროპელი პარტნიორები მმართველ გუნდს კვლავ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს ევროპას დააშორა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გადადო. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს წერილობითი განცხადებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. ანალენა ბერბოკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სურს ქვეყანამ ევროპული გზა გააგრძელოს და ბურთი ახლა ქართული ოცნების მოედანზეა. მისი თქმით, სწორედ მმართველ გუნდზეა დამოკიდებული ყველაფერი გააკეთოს კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ხალხისთვის რეალური პერსპექტივის შესათავაზებლად. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ნაბიჯების და ანტიევროპული პოლიტიკის გამო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად და ფორმალურად შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ. საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის და შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის კარლ ბილდის პროგნოზით საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყანაში პიკს 29 დეკემბერს მიაღწევს და ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ვის მიიჩნევენ. ბრალდებებითვე პასუხობენ მმართველ გუნდში და ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებენ საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის არჩევანს პატივისცენ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით ევროპაში არსებობენ გარკვეული ძალები, ევროპულ მიღებს ამოფარებული პოსტსაბჭოთა ლიდერები, რომლებსაც საქართველოს გარედან მართვა სურთ და ნელ-ნელა იმას ემსგავსებიან, რასაც სიტყვით ებრძვიან. როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ, ევროპელი ლიდერების ნაწილის განცხადებებს ევროპულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვს და მათი პოლიტიკური გზავნილების უკან ფინანსური ინტერესი დგას. ანტიევროპული გადახვევით ქართულმა ოცნებამ განზრახ გადადო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ამგვარად ფაქტობრივად შეაჩერა ის. ქართული ოცნების სულ უფრო მეტად ავტორიტარული პოლიტიკის გამოჩვენ ევროკავშირში უნდა განვიხილოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალური შეჩერება. ბურთი ქართული ოცნების პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული გააკეთონ ყველაფერი ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველი ხალხისთვის რეალური პერსპექტივის შესათავაზებლად. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად. გრძელდება მასობრივი პროტესტი თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში. სიტუაცია პიკს 29 დეკემბრის შემდეგ მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. კარლ ბილდი როგორც ძალიან ახლო მეგობარი და მოკავშირე პირადად სააკაშვილის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მრჩეველი და პრაქტიკულად შემადგენელი ნაწილი, შემდეგ თავისი არასამთავრობო ორგანიზაციით, რომელიც იკვებებოდა მათ შორის საქართველოს ბიუჯეტის თანხით, რასაკვირველია, პოლიტიკურ მოტივაციას აყენებს წინ. ეს განცხადება არის აბსოლუტურად შეუსაბამო ევროპელი პოლიტიკოსისათვის, ევროპული სტანდარტისათვის და რეალურად არის მოწოდება დაპირისპირებისაკენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რამდენად სინამდვილეში რამდენად ცდემენ პატივს ისინი ჩვენ სუვერენიტეტს. ვინაიდან სუვერენიტეტი სხვა არაფერია თუ არა პატივისცე სხვა ხალხის ნებას და მის არჩევანს. არიან გარეთ ძალები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პატივს არცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. ამ ხრივ ისინი იმეორებენ იმ გზას, რომელიც ჯერ რუსეთის იმპერიამ გზაიარა საქართველოსთან დაკავშირებით, შემდეგ საბჭოთა კავშირთან. ეს არჩევნები ევროკავშირისთვის
და თუ ევროპული ქვეყნებისთვის და მათ შორის ბრიუსელისთვის არის გამოცდა და ტესტი იმისა, რამდენად ჩააბარებენ ამას ევროპული თქვა პოლიტიკოსები თუ ლიდერები. ისინი არიან თორე ერთგული ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა, დემოკრატიის და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისა, თუ ისინი ნელ-ნელა ემსგავსებიან მას, ვისაც სიტყვით ებრძვიან. სურვილი, რომ საქართველოს გარედან დაუნიშნონ ნამესტრინკები, რასაც ადრე რუსეთის იმპერია აკეთებდა, როგორც ჩანს, ვიღაცას თავში უტრიალებს. კალბიძე არ დავწურმანდები, ეხა ის არის ჩვეულებრივი ლობისტი, რომელიც ფულის მოქმედებს და ჩათვალეთ, რომ ყოველი მისი განცხადება და დაწერილი წინადადებას უკან დგას ინვოისი და კონკრეტული თანხა. შეგახსენებთ, რომ ევროპიდან ქართული ოცნების მიმართ კრიტიკამ 26 ოქტომბრის არჩევნების და მართველი გუნდის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ იმატა. ბრიუსელში 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხზე იმსჯერეს და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი კვალიფიციური უმრავლესობით დაუჭირეს. მადლობა, მარინა დევაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.